განცხადებაში რაც წაიკითხეთ მოკლედ ეს არის, მაგრამ აი წინა პროცესაც ვადევნებდი თვალყურს და ერთ-ერთი ასე ვთქვათ უკანონო პატიმარი სწორედ ამას ითხოვდა სასამართლოსგან, რომ გამარჯვებინეთ რა შემედება ბრალიო, ხომ, ჭიჭინაძე. ეს ხო იდენტური ამბავია ყველა პროცესზე. ზუსტად ჩვენ პროცესზეც ზუსტად მოსამართლეს ამას თხოვდით, რომ პროკურატურა ეიძულებინა პროცესზე რამე ეთქვა, რატომ ითხოვდნენ, რომ მზია უნდა დარჩენილიყო უკანონო პატიმრობაში. არაერთხელ ვუთხარით მოსამართლეს ეს, რომ პროკურატურას კეთილიანება და ერთი წინადადება მაინც ეთქვა, მაგრამ რასაკვირველია არაფერი არ თქვა პროკურატურამ. გარეთ რო გამოვიდა პროკურორმა, შემდეგ თქვა ასეთი რამე, რომ ახალ დანაშაულს ჩაიდენს. დიახ, აი ეს თქვა, რომ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და რომ მიიმალება, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც კანონი ითხოვს. რას ფიქრობს პროკურორი, ეს არავის არ აინტერესებს. მან უნდა მიუთითოს გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რას აყრდნობს თავის მოსაზრებას. მამა ღმერთი ხო არ არის, მისი აზრი არავის არ აინტერესებს. მან სასამართლოს უნდა წარუდგინოს გარემოებები, მტკიცებულებები, რასაც აყრდნობს. ამას ერთი და შემდეგ უნდა ასაბუთოს, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების არსებობის პირობებში მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს. ესე იგი, მას უნდა იქ პროცესზე ემტკიცებინა, რომ ზია ამაღლობელი რაღაცა შავი ხრელებით ასე ისე მიიმალება და რაც თავარია, მიმალვის საფრთხე აი პირველი უკანონო გადაწყვეტილებითაც კი სასამართლომ არ გაიზიარა, პროკურატურამ გუშინ ეს ვერსია ასე ვთქვა თავი და ეს ორი წინადადება თქვა პროცესზე და სასამართლომ თქვა, რომ მიაჩნია, რომ ზია ამაღლობელი ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს იყო სულ პატიმრობას რაც შეეხება, ეხლა რო არ ჩავთვალოთ ჩვენ რამდენი ხანი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება გუშინდელ პროცესზე, მინდა რომ კარგად გაიგოს ეს მსმენელმა და მარტო ჩვენი შეფასებები არ მოისმინოს ამასთან დაკავშირებით, იყო რა სასამართლო მართლაც ყველა ჯერზე ჩვენ სასამართლო გვაოცებს, ყველა მორიგი გადაწყვეტილებით სასამართლო, ქართული სასამართლო ხსნის თავისი უკანონობის რეკორდს. ანტირეკორდს. წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს ჩვენი სასამართლო. მზიას შემთხვევა ეს იყო, გიორგი, ეს იყო ისეთი შეშინებული სასამართლო, მე თუ მკითხავთ და ისეთი შეშინებული ბრალდება, რომ სასამართლო იმაზე წავიდა, რომ ყველა მტკიცებულება თუ კი რაიმე დაცვა მიიტანა საქმეში, ერთი ხელის მოსმით ამოიღო ამ საქმიდან, ანუ გადაყარა, გააქრო საქმიდან. ამის საფუძველი რა იყო? პროკურორი მოვიდა ერთი დიდი შუამდრომლობით და თქვა, ეს ჩვენ ხო ვცვლით მტკიცებულებებს. ეს საქმესთან შემხებლობა, არაფერს არ აქვს საქმესთან შემხებლობა, ყველანაირი დასაბუთების არგუმენტაციის გარეშე და რაც მთავარია, იმ დონის სამართლებრივ ანაბანას ხსნით ხოლმე ჩვენ პროცესზე, გარდა იმისა, რომ სინდის ნამუსაც ხსნით და სხვა რაღაცებს, იმ დონის ანაბანას ხსნით, რომ მოსამართლეს ვუხსნით რა უნდა ქნას ამ სტადიაზე, მას ამის უფლება არ აქვს. ეს არის ჩემი უფლება, მე ჩემი დაცვის ხაზი დავაყრდნო რაღაც გარემოებებს, რაღაც მტკიცებულებებს, ამისთვის მივიტანო რა მოწმესაც ვთვლი საჭიროდ, რა ნივთიერ მტკიცებულებასაც ვთვლი საჭიროდ და ამას დავაყრდნო ჩემი დაცვის ხაზი. ამ ეტაპზე ამის შეფასება არ ხდებოდა გუშინდელ პროცესზე, ამის უფლება სასამართლოს არ ქონდა. გუშინდელ პროცესზე მას სხვა რამეზე უნდა ემსჯელა და კერძოდ რაზე, რაც ჩვენ დავაყენეთ ბრალდების მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მას უნდა ემსჯელა, რომ თუ იყო რომელიმე მტკიცებულება, რომელიც კანონის არსებითი დარღვევით იყო მოპოვებული და თუ ეს მტკიცებულებები აუარესებდა მზიას მდგომარეობას. ხო წარმოგიდგენთ? თვითონ მზიას მდგომარეობას. თვითონ ეს არის კანონი ამას ითხოვს. დაცვის მტკიცებულება როგორ აუარესებს მზიას მდგომარეობას, ხომ? ეს ხომ მისი პოზიციის სამტკიცებლად არის სასამართლოში მიტანილი. ანუ სასამართლო ფაქტიურად გუშინ დაასრულა პროცესი ისე, რომ არც დაწყებულა. იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი ყველა ამოიღო საქმიდან. რა იყო მათ შორის? ეხლა ჩვენ ციფრები წარმოვადგინეთ, მაგრამ ამის უკან რა იყო? ამის უკან ძალიან მარტივი და საჯარო სივრცეში ვთქვათ გავრცელებული რასაკვირველია არაერთი ვიდეო, ის რაც მაგალითად
ეს ასე ვთქვათ ყბადაღებული ადმინისტრაციული დაკავება, მისი უკანონო დაკავება, ხომ? პირველი დაკავება, რასაც აყრდნობს სასამართლო მის უკანონო პატიმრობას ვიდრე დღემდე გუშინდელის შესაძლებლად. როცა სტიკერი გააკრა, ჩვენ სასამართლოს მიუტანდეთ ეს კადრები და ვეუბნებით, აი დააკავეს სტიკერის კადრისთვის. აი აკავებს ბესელია, გაახილე თვალი და შეხედე. არა მარტო გაახილე, იქ ისმის კიდევაც რატომ აკავებს და უთითებს სტიკერის რარკვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. სასამართლომ ეს მტკიცებულება ამოიღო საქმიდან, გიორგი. თქვა რომ არ აქვს ამ ვიდეო კადრს შეხება ამ საქმესთან. მაგალითად, პოლიციელები როდესაც ამბობენ, რომ თურმე ბატონ დრებუაძეს ლოყა გაუწითლდა და მათ დაინახეს, ჩვენ მივიტანეთ აი ამ მცირე ინციდენტი ხას უსვამ, სილის გაწვნის ინციდენტიდან რამდენიმე წამში, არაუმეტეს 50 წამისა, დრებუაძესთან მოკლე ინტერვიუ, რომელიც აჭარის ტელევიზიის ლაივში გადიოდა და მათ შორის ბათუმელებისაც და ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს და ძალიან კარგი კადრი ჩანს მისი სახე ორივე. აი ხა თან გადის ეს კადრები და შეგვიძლია დავაკომენტაროთ, ხო? ხო, სავარაუდოდ მე ვერ ვხედავ ახლა კადრებს. ანუ მოსამართლემ თქვა, რომ მას ურჩევნია, მას არა ეხლა სხვა მოსამართლე იმსჯელებს, მაგრამ იმას ურჩევნია პოლიციელს. აი გებუაძის ლოყა. დიახ, აი გებუაძის ლოყა. როგორ კარგად ჩანს ორივე ლოყა. აქ თუ ვინმე სიწითლეს დაინახავს, მაგრამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს თურმე ამას არაფერი საერთო არ აქვს საქმესთან. რამირეთ, ეს საქმესთან კავშირში არ არის. იქ წერია, რომ ლოყის აწითლების გამო ეს რაც დაკავებული წითელი ხომ უნდა კონდეს ეს ლოყა და აქ ჩანს რომ წითელიც არ არის. თვითონ ეკითხებიან ამას, მათი ბრალდების მოწმეები, რასაც ამბობენ, იმის საპირისპირო მივიტანეთ ჩვენ. ეს ძალიან მარტივი შედარება, მაგრამ გარდა ამისა, ამ საქმეში ხომ მთელი ბრალდების პრინციპულება რა გახლავთ? ეს არის 7 მოწმე პოლიციელი, მერვე თავად დრებუაძე, 7 პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ ლოყა გაუწითლდა, დრებუაძე, რომელიც ამბობს, რომ ლოყა გაუწითლდა, 44 წამიანი კადრი. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ ვითომ მოიპოვა განჩინება, რომ აჭარის ტელევიზიიდან მას უნდა ამოეღო ამ აქციასთან დაკავშირებული კადრები, შავი მასალა, ყველა კადრი, ბოლო მომენტში მოჭრეს მხოლოდ 44 წამიანი, აი მხოლოდ სადაც სილის გაწუნა ჩანს და მეტი არაფერი. გამოძიებამ შეეშინდა მანამ და მე არც ერთი კადრი არ ჩადო ამ საქმეში. შესაფასებლად, ანუ სასამართლოში მოიტანა 44 წამიანი კადრი, ანუ რატომ მოხდა ეს ამბავი? ამას უკან ისტორია არ აქვს. უკანა ისტორიაზე ჩვენ ვსაუბრობდით, გიორგი, და ამ პროცესზე ჩვენ უნდა გვესაუბრა და მაინც ვისაუბრებთ საპოლიციო ძალადობებზე, რაც რაც წინ უძღოდა ამ ამბავს, არაერთ საპოლიციო ძალადობაზე, ამ პროცესზე ჩვენი მტკიცებულებები სწორედ იმ თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, რომ ვინ იყო ნამდვილი მოძალადე ამ პროცესებში და ვინ იყო ნამდვილი მსხვერპლი. არაერთი უკანონოდ დაკავებული მათზე ძალადობა განხორციელებული პოლიციის ამავე შენობაში. თავად ეს დაზარალებულები ვიზეც იძალა პოლიციამ და მათ შორის დრებუაძემ. მათ შორის მოწმეები, რომლებიც ხედავდნენ პოლიციის შენობაშივე მათზე განხორციელებულ ძალადობას. მათ შორის დოკუმენტური მტკიცებულება, რომლებიც წერს მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკვე იზოლატორში შესახლების მომენტიდანვე. ანუ ეს არაერთი ძალადობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები სასამართლომ, ასე ვთქვათ, ამოყარა ამ საქმიდან, რომ თურმე ამ საქმესთან არ აქვს ამ მტკიცებულებებს შემხებლობა, რომ არ მისცეს დაცვას საშუალება, საერთოდ, ანუ პროცესზე წარმოიდგინეთ ამ საქმეში დარჩა პრაქტიკულად დაცვის ორდერები, მეტი არაფერი, გიორგი. ანუ ჩვენ უნდა მივიდეთ და უსმინოთ 7 პოლიციელი როგორ მოყვება, რომ ლოყა გაუწითლდა თურმე დრებუაძეს, თავად დრებუაძე უნდა მოვიდეს და თქვას, რომ გაუწითლა და ეთკინა და ჩვენ უი ბაი უნდა ვიდადია. ანუ ჩვენ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მათ შორის ექსპერტიზის დანიშნვის დადგენილება გქონდა ამავე საქმეში. სხვათა შორის ნევროლოგიური ექსპერტიზა, ამ კითხვებით ექსპერტთან, ამ ტიპ და ბევრ სხვა გარემოებაზე მითითებით, თუ შეიძლება ამ ტიპის ზემოქმედებას მის ლოყაზე გამოეწვია საერთოდ რაიმე ტკივილი, ესაც ამოიღო სასამართლომ და ასევე სპეციალისტთან, სამედიცინო დარგის სპეციალისტთან ასევე ამ კადრების დათვალიერება იყო და იმ ნებისმიერ ტკივილს აქვს მისი გარეგნული
ეროვნული გამოვლინების ნიშნები. ამ კადრებთან დაკავშირებით საერთოდ თუ ჩანდა რაიმე ტკივილი სამსახველი გარეგნული ნიშნები, მოკლედ ესაც ამოიღო. თუ კი რაიმე ნახა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობით ამ საქმეში, ამოიღო დაცვის ნამუშევარი ყველაფერი აბსოლუტურად, იმიტომ ვთქვი, მე ასეთი შეშინებული სასამართლო და ბრალდება არ მინახავს გიორგი, იმიტომ რომ აი ვთქვათ, როდესაც აკავებს ბესელია, ხომ? აი რა უნდა ეთქვა მოსამართლეს? უნდა ეთქვა, რომ ეს ამ ბესელია არ არის, ან ეს დაკავება არ არის, მზია უბრალოდ შეიპატიჟეს პოლიციის განყოფილებაში, ხომ? აი წარმოიდგინეთ, მოხსნეს პრობლემა, მაგრამ ამის უკან სამართლებრივ ენაზე ეს რამხელა აბსურდია. ადამიანს არ აქვს დაცვის უფლება. ადამიანს საერთოდ სამართლიან სასამართლოზე აი პროცედურული უფლებაც კი არ აქვს. რომ დაიცვას თავი, თქვას, რომ აი ჩემ პოზიციას ვაყრდნობ ამას და თანის 17 მოწმე მიაქციეთ ყურადღება, ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ აქციებში კადრებზე ჩანს, ვინც უყურებდა, ანუ კადრების მიხედვით დაბარებული მოწმეებია. ეს ის მოწმეებია, ბრალდება რომ იტყუებოდა თავდაპირველად პატიმრობის შეფარდებისას, რომ ვითომ იდენტიფიცირება უნდა მოეხდინათ აქციის მონაწილეების და გამოეკითხათ და სინამდვილეში ჩაამწყრივეს პოლიციელები და მარტო პოლიციელები გამოკითხეს. ეს ის მოწმეებია, ჩვენ მივიყვანეთ ის, ანუ ჩვენ წარვადგინეთ ეს შუამდგომლობები, მათი გამოკითხვის ორქმები და სასამართლო მიიღო აი ასეთი სამარცხვინო, უკვე კომენტარიც მიჭირს ხოლმე, თან პროფესიული კომენტარი რავაკეთო, თან ეთიკის ფარგლებში დავრჩე, მაგრამ აი წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ეს საქმე არის სრულიად უპრეცედენტო. აი როგორ უნდა ამტკიცონ, ერთია ხო ეს განუცადა ფიზიკური ტკივილი, ეს არის რაღაც სუბიექტური აღქმა ადამიანის. ეხლა სხვადასხვა ადამიანი შეიძლება ერთ და იგივე სიმძლავრის შეხებაზე განსხვავებული რეაქცია ჰქონდეს. ამისთვის არსებობს სასამართლო ექსპერტიზა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობდი იმის თაობაზე, აი რა, როგორ შეიძლება თავი დაიძრენ ამ კუთხით ხო და მაქვს ერთი ხრიკი მოფიქრებული ამ ხრივ პროკურორს რა უნდა გაეკეთებინა, რომ ბატონ დგებუაძეს უნდა დაეწერა პატაკი და ეთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მან გაიკეთა მარცხენა ლოყის პლასტიკური ოპერაცია, ნაოჭები გაისწორა ან რაღაცა და ახალ ნაოპერაციებზე უარყეს, ამიტომ განიცადა განსაკუთრებით მისმა ლოყამ ფიზიკური ტკივილი და დაუზიანდა ჰქონდა ამ საქმეში სამედიცინო. მე ვითომ ხუმრობ, მაგრამ სინამდვილეში სულ აბსურდ. რასაკვირველია ამ აბსურდამდე. დავანებოთ იმაზე, რომ მართლა რომ განიცადა ეს ტკივილი და რაც არ უნდა ყოფილიყო, ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქალის მით უმეტეს და ჟურნალისტის უმეტეს თავდასხმის ბრალდებით ხო საერთოდ აბსურდია. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არ იკვებებით არანაირი ილუზიით, რომ ამ სასამართლოში რაღაცა, ასე ვთქვათ, სიმართლის პოვნა იქნებოდა შესაძლებელი. აი, როგორი არის პერსპექტივაში თქვენი სტრატეგია იმ ხრივ, რომ რა ეტაპზე შეიძლება ეს რეაგირების საგანი გახდეს აი ევროპული სასამართლოებისთვის თუ ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ეს დაჩქარდეს, რომ იქამდე მივიდეს? იცით რა, მიუხედავად აი ამის პროცესზეც თქვი, ჩვენ წესით დარბაზი უნდა დაგვეტოვებინა იმ წუთასვე. უბრალოდ მზია არ დავტოვეთ დაცვის უფლების გარეშე და ასე ვთქვათ, ბურთი და მოედანი არ დაუტოვეთ და არც მივცემთ ამ კომფორტის საშუალებას. ვისაუბრებთ ამ საქმეზე ყველა ფორუმი, თუ ეროვნულ დონეზე, თუ საერთაშორისო დონეზე, მათ შორის აი ამ ტიპის გადაწყვეტილებებმა რასაკვირველია უფრო შეამცირა გზა სტრასბურგამდე და რაც უარესი, ასე ვთქვათ, რაც მეტი უარესი, რასაკვირველია სტრასბურგის თვალსაზრისით, ეს საქმე იქნება ერთ-ერთი санიმუშო საქმე. ამაში დარწ санიმუშო ცუდი გაგებით, რასაკვირველია ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა მანამდე მოგვიწევს ყველა ეტაპზე, თავისთავად ცხადია, ჩვენ მაინც დავიცვათ მზიას უფლებები ნებისმიერი საშუალებით. სტრასბურგთან დაკავშირებით ვმუშაობთ, საიეს მიყავს ძირითადად ეს თემა, ძალიან ვფიქრობ, მალე უკვე იქნება საჩივარი გაგზავნილი ამ თვალსაზრისით. ველოდებოდით, რასაკვირველია, წინა სასამართლოს ხდომას აღკვეთის თვალსაზრისით, რომ ეს კიდე ერთი ეტაპი იყო გასავლელი. ამ ეტაპზე სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა აღკვეთის კანონიერებაზე ამ ეტაპისთვის. აი ამ საშინელებას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ამას არ ველოდებოდით. ეს აბსოლუტურად ახალი ნოუ-ჰაუ იყო ამ საქმეში. თავიანთ ანტირეკორდებს თავად ვეთქვით. ყველა ჯერზე ამ თავიანთ ანტირეკორდებს ხსნიან